ხელოვნურ ქართული პროექტის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ბენიამინის პრემიერა 12 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შედგა. რადოსლავ პაჩოხას პიესა ტომაშ ლეშჩინსკის რეჟისორობით დაიდგა. უცნაური, მაგრამ ემოციური შინაარსის სპექტაკლის მთავარი გმირი ბენიამინია, რომელიც საკუთარ ცოლებს კლავს. სპექტაკლში ბენიამინის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვას ბაჩო ჩაჩიბაია შეეცადა. როგორც ოფელია ლუიზა ჩემს როლს მოვერ გადავითამაში არა როლი ვითამაში და რატო ეს ჩემს ცხოვრებაში ცოტა ისეთი იყო რომ სპექტაკლი თვითონ დავდგით მაქსიმუმს ვამბობ 10 დღეში როლის გასაკეთებლად ხო ძალიან ცოტა დრო იყო არ ვიცი რამდენად გამოვიდეს თქვენი შესაძლებელი საყოველთაო ახლა ხელა კაცი ვარ და სულია ჯანმრთელი როგორც თეოზე ჰოროსკოპი ხომ არ ცდება. მომხედავთ როგორი ბენიამინის მესამე ცოლის მარიანას როლს ქეთი სვანიძე ასრულებს. სუსტი ყოფაქცევის სულელი გოგონა მთავარი გმირის მომდევნო მსხვერპლია. საინტერესო იყო არაჩვეულებრივ ადამიანთან მომიწია მუშაობა მართალია 12 დღეში დაიდგა მაგრამ დღევამე ვიყავით რეპეტიციების და რაც შევძელით, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ვიტყოდი, რომ არის რაც ექსპერიმენტულ სცენაზე მეტყვი, იმათ შორის საუკეთესო იყო სპექტაკლი ბენიამინი და ბაჩო ჩაჩიბაიანი მთავარი როლის შემსრულებელი, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო და ჩემი აზრით, აი წამყვანი როლი ბაჩო ჩაჩიბაიანი შეასრულა ამ სპექტაკლში და ზოგადად სპექტაკლს ვერ ვიტყვი, რომ არის ძალიან მხატვრული და მაღალი დონის, მაგრამ ექსპერიმენტული სცენისთვის საკმაოდ კარგი ნამუშევარი იყო.